ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საგამშვიდობის ეთერში პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. მე ვარ ლაშა და მოდი ერთად გავიგოთ რა მოხდა დღეს ახალი და საინტერესო მსოფლიო შოუ ბიზნესში. რა თქმა უნდა, ჩემი საინფორმატორო ფურცლების საშუალებით. სტეფანი მალხახანს სულ რამდენიმე წუთია რაც მაია დარსმელიძესთან ერთად დუეტი ჩაწერა. თუმცა სიმღერა ჯერჯერობით კაცრად არის გასაიდუმლოებული და ინფორმატორი ჩაწერის პროცესს ვერ დაესწრო. სამაგეროდ სტეფანე ჩავწერეთ და ახლა მის ინტერვიუს გთავაზობთ. მაგრამ სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მე მინდა გითხრათ, რომ ამ სიმღერას 15 მაისს სპორტის სასახლეში სტეფანეს სოლო კონცერტზე მოისმენთ, სადაც ბევრი სხვა სიურპრიზი გელოდება. ჩვენს ჩავიფიქრეთ მე და მაიამ, რომ ეს სიმღერა პირველად შევასრულოთ ჩემს კონცერტზე და რატო არ ვახერხებთ უბრალოდ ახლა თვითონ ჩაწერის პროცესია და არ მინდა რომ თლიანად კარგი იყოს და მე უკვე ესე ტელევიზიით ჯობია პირდაპირ ლაივში მსმენელებმა მოისმინონ და მე ალბათ არ ვიცი ამ კლიპს გადავიღებ თან რაღაცას ვიზავთ. სიმღერა არის მანუჩარ მანჯავიძის, ტექსტი არის ჩვენი, არც აცეკვაოა, არც რომანტიული არა, რაღაც საშუალოა იმის და იმის შორის. მოკლედ რაც შეეხება სპორტის სასახლეს, იქ იმღერებენ ჩემი მეგობრები, ეს არის თამუნა ამონაშვილი, რომელიც ხვალ ჩამოვა მოსკოვიდან. ალბათ მოვა იმღერებს ლელა წურწუმია, ჩემთან ერთად დუეტს და კიდე სოლო სიმღერას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოუ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ბასტიბუს ბავშვებს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ ბავშვებს რაღაც განსაკუთრებული კარგი აურის შეტანა ძალუს თვითონ კონცერტის მსვლელობაში. იქნება კიდევ ელენე თევდორაძე სურპრიზად, ანუ ეს სცენაზე ფართო მსმენელის წინაშე ერთად არასდროს არ გამოვსულოთ, ესეც საინტერესო იქნება. რეჟისორი დოიაშვილი დათოა და ამიტომ ვცდილობთ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. გადავიღოთ სატელევიზიო ვერსია ამ კონცერტის ძალიან კარგი. და დამრჩება სამახსოვროდ და რა ვიცი, მე ძალიან მინდოდა რომ მქონოდა კონცერტი და ახლა რა ვიცი, გადავწყვიტე და ვაკეთე. და ამ ძველ სიმღერებს ყველას ერთად თავს შევუყრი ერთ ადგილას და დავამთავრებ ამით ამ პროექტს. გიმღერი მე და ახლა შენი დროა დიხაზელოდი ახლა შენი დროა დიხაზელოდი გოგონათა ჯგუფი Five Line, რომელიც საპროდიუსერო ცენტრ Five Line Production-შია გაერთიანებული ბულგარეთში გაემგზავრა. იქ ისინი ორ ქალაქში გამოვლენ, მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალზე და კონკურსებზე. ეს მათი დებიუტია უცხო ქვეყანაში. ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ გულის ამაჩუხებელი რეპორტაჟი თბილისის რკინიგზის სადგურიდან, საიდანაც გოგონათა გუნდი გაემგზავრა. კარგად. ეს არის საერთაშორისო ფესტივალი. ახალგაზრდა მომღერლების კონკურსი ტარდება მაგ პერიოდში, სადაც მიემგზავრება ჯგუფი Five Lines-ი. და 14-დან 17-ის ჩათვლით მერე გადავინაცვლებთ ქალაქ დობრიჩში, სადაც სტარდება იქაც საერთაშორისო ფესტივალი. გოგოები უკვე გამოვლენ როგორც სოლო შემსრულებლები. როგორ არ ვღელავთ, ხელოთ კი? ხელოთ კი, რა თქმა უნდა ვღელავთ. მაგრამ ძალიან გვიხარია რომ მივდივართ ფესტივალზე. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მიმართულებაა ჩვენი პროდიუსერული კომპანიის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო არენაზე, ასე ვთქვათ, გაყვავს ახალგაზრდა შემსრულებლები. ამჯერად ჩამოგვივიდა რამოდენივე მოწვევა და გადავწყვიტეთ, რომ ამ ფესტივალებზე გოგოები წაგვეყვანათ.
როგორც იცით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საჩუქარი ბერძენი რეჟისორის მიხაილ მარმარინოსის სპექტაკლით ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ეს ამ რეჟისორის საქართველოში წარმოდგენილი მეორე სპექტაკლია. დანარჩენი კი სიუჟეტში ვნახავთ. აბა რა? ის მეტად მნიშვნელოვანი არის. ეს არის რაღაც, რაც იქცევა ბედრად და არა მარტო. ეროვნული ჰიმნი საერთაშორისო პროექტია და მისი პრეზენტაცია საბერძნეთსა და იტალიაში უკვე შედგა. სპექტაკლი თბილისში 4-ჯერ დაიდგა და 4-ჯერვე ანშლაგით ჩაიარა. მიხაილ მარმარინოს საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მან შალშან ქართველი ქალბატონი მოიყვანა ცოლად და გადაიხადა ქორწილი. ასე რომ ჭამადა სიცილი ხელი ხელთ ჩაკიდებული სიტყვები ენის პრობლემები. გადაგეთ When the mouth is like this sequence. The whole face is heavy suffix sequence. So smile as a Professor Levinstein ადრეული 50 წელი. სამაჭარმოშობს სიხარულს და ბედნიერებას. ამინო. იცით მე ძალიან გავერთე და ალბათ ეს ის არის რომელიც დღეს უნდა გვენახა. დიდი მადლობა დამდგმელებს, დიდი მადლობა ქეთიდულიძეს. პირველად ვნახე სპექტაკლი, პირველი ნაწილი იყო საკმაოდ რთული ჩემთვის, ოღონდ უკვე შუაში გავერთე, ვიხალისე ძალიან. I travel in general in the world. I mean მე ბევრ ქვეყანაში მოგზაურობ, მაგრამ ახლა საქართველოს ჩემთვის მეორე სამშობლოა. აქ როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ თავს. ამ სპექტაკლის საშუალებით შევეცადე ქართველებისათვის სენტიმენტალური საჩუქარი გამეკეთებინა და ის სიტყვა გადმომეცა, რომელსაც მე ვგრძნობ. საჩუქარმა დაბადა ეს სპექტაკლი ამ ფესტივალმა და ჩვენ ვართ საჩუქარი არის პროდიუსერი ამ სპექტაკლის და არაჩვეულებრივად დაგვეხმარა. რა თქმა უნდა ამ დარბაზი დაგვითმეს, მოგცეს, დაგვეხმარა ნახლები. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.